ეხლა განვიხილოთ მაკლილანდის საჭიროებათა თეორია. თეორია, რომელიც დავით მაკლილანდმა და მისმა კოლეგებმა წარმოადგენეს, ყურადღებას სამ საჭიროებაზე ამახვილებს. ეს საჭიროებებია წარმატების საჭიროება, ანუ სწრაფვა აჯობოს სხვებს ურთიერთობაში სტანდარტების მიღწევისა და მათზე გადაჭარბების სურვილი წარმატებისაკენ სწრაფვა. აი ამაში მდგომარეობს ამითია გამოხატული წარმატების საჭიროება. შემდეგ მეორე ეს არის ძალაუფლების საჭიროება. ანუ სხვების ქცევის წარმართვა იმგვარად, რომ ისინი განსხვავებულად არ მოიქცნენ. და მესამე გაერთიანების საჭიროება. ეს არის მეგობრული და ახლო ინტერპერსონალური ურთიერთობების დამყარების სურვილი. ახლა განვიხილოთ უფრო კონკრეტულად თითოეული მათგანი. წარმატების საჭიროება. წარმატების საჭიროება შემდეგნაირად შეგვიძლია ავხსნათ. ზოგიერთ ადამიანს ახასიათებს წარმატებისაკენ დაუკვებელი სწრაფვა. ისინი, ეს ადამიანები, ისწრაფვიან საკუთარი წარმატებებისაკენ და არა წარმატების დაჯილდოებისაკენ. ეს სურვილი წარმატების საჭიროებაა სწორედ. წარმატების საჭიროების კვლევისას მაკლილანდმა აღმოაჩინა, რომ წარმატებული ადამიანები საკუთარ თავს სხვებისაგან სამუშაოს უკეთესად შესრულების სურვილის მიხედვით განასხვავებენ. ძალიან წარმატებულ ადამიანებს არ უყვარს წარმატების შემთხვევით მიღწევა. ისინი უპირატესობას ანიჭებენ პრობლემების დაძლევას და ფიქრობენ, რომ წარმატებაზე ან მარცხზე პასუხისმგებელი თვითონ პიროვნება და არა შემთხვევა ან სხვების ქმედება. მნიშვნელოვანია, რომ ისინი თავს არიდებენ ძალიან მარტივ ან ზედმეტად რთული ამოცანების აღებასა და გადაჭრაზე ფიქრს. ისინი უპირატესობას საშუალო სირთულის ამოცანებს ანიჭებენ. შეიძლება აღვნიშნოთ ასევე, რომ მათ მოსწონთ ისეთი მიზნების დასახვა, რომელსაც გარკვეული ძალისხმევა სჭირდება. წარმატების ძლიერ საჭიროებას ყოველთვის არ მივყავართ კარგ მენეჯერად ჩამოყალიბებამდე. განსაკუთრებით ეს შეიძლება აღინიშნოს დიდ ორგანიზაციებში. ადამიანები, რომლებსაც წარმატების ძლიერი საჭიროება აქვთ, დაინტერესებული არიან იმით, თუ თვითონ რამდენად კარგად ასრულებენ სამუშაოს და არა იმით, რომ სხვებზე მოახდინონ ზეგავლენა, რომ სხვებმაც ასევე კარგად იმუშაონ. მეორე, როგორც აღვნიშნეთ, დამახასიათებელი ეს არის ძალაუფლების საჭიროება. ანუ სხვებზე გავლენის მოხდენის, გავლენიან ადამიანად ყოფნის, სხვების კონტროლის სურვილი. ძალაუფლების მაღალი საჭიროების მქონე ადამიანებს მოსწონთ ხელმძღვანელობა და სხვებზე გავლენის მოხდენისკენ ისწრაფვიან. ისინი მეტ ყურადღებას პრესტიჟსა და სხვებზე გავლენის მოპოვებას აქცევენ, ვიდრე სამუშაოს ეფექტურად შესრულებას. მაკლილანდის მიერ გამოყოფილი მესამე საჭიროება ეს არის გაერთიანება. ამ საჭიროებამ მკვლევარებისაგან ყველაზე ნაკლები ყურადღება დაიმსახურა. ადამიანები, რომლებსაც გაერთიანების ძლიერი მოტივი გააჩნიათ, მეგობრულები არიან, მიისწრაფვიან მეგობრობისაკენ, კონკურენტულზე მეტ უპირატესობას კოოპერაციულ მდგომარეობას ანიჭებენ და ისეთი ურთიერთობების სუნს, სადაც ურთიერთგაგება და ჰარმონია სუფევს. გაერთიანებისა და ძალაუფლების საჭიროება მჭიდროდ არის დაკავშირებული მენეჯერულ წარმატებასთან. საუკეთესო მენეჯერებს ძალაუფლების ძლიერი და გაერთიანების სუსტი საჭიროება ახასიათებთ. შემეცნებითი შეფასების თეორია შეიძლება გამოვყოთ ჩვენ და დავახასიათოთ, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თეორია, რომელიც
მიეკუთვნება თანამედროვე თეორიათა რიცხვს. ანუ იმ თეორიებს, რომლებიც თანამედროვე შეხედულებებში შედიან. ამ თანამედროვე თეორიებში გარდა შემეცნებითი თეორიისა, შემეცნების შეფასების თეორიისა, შედის მიზნის დასახვის თეორია, მიზნობრივი მენეჯმენტი, თვითეფექტურობის თეორია, სამართლიანობის თეორია და მოლოდინის თეორია. როგორც აღვნიშნეთ, პირველი ეს არის შემეცნებითი შეფასების თეორია, რომელიც ეხლა დავახასიათოთ. რაში მდგომარეობს ამ თეორიის არსი? შემეცნებითი შეფასების თეორიის მიხედვით, შინაგანი ჯილდოს, გარე ჯილდოთი შეცვლა ამცირებს დაქირავებულის მოტივაციას, რომელიც ადრე შინაგანად ჯილდოვდებოდა. რა გვაქვს მხედველობაში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შინაგან ან გარე ჯილდოზე. შინაგან ჯილდოში მხედველობაში ჩვენ გვაქვს სამუშაოს არსთან დაკავშირებული სიამოვნება, რომელსაც აი ამ სამუშაოს შესრულებიდან ღებულობს ადამიანი, დაქირავებული მუშაკი, ხოლო გარე ჯილდოს, როდესაც ვამბობ, აქ მხედველობაში გვაქვს ისეთი ჯილდო, როგორიც არის ხელფასი. და აი ეს სიამოვნება, რომელიც აღნიშნეთ, რომ ჯილდოვდებოდა შინაგანად, აი აქ მხედველობაში ჩვენ ვღებულობთ სამუშაოს შინაარსიდან მიღებულ სიამოვნებას. შეიძლება სხვა სიტყვებითაც ვთქვათ ეს, რომ როდესაც გარე ჯილდოს იძლევიან საერთოდ საინტერესო ამოცანის შესრულებისათვის, ამ ამოცანის მიმართ შინაგანი ინტერესი იკლებს. ეს დადასტურებულია კვლევებით და აი ამდენად შეგვიძლია ასეთი წინადადება, ანდებულება ვთქვათ. შემეცნებითი შეფასების თეორიის მიხედვით, შინაგანი და გარე ჯილდოები ნეგატიურად არიან ურთიერთდამოკიდებულები, ვინაიდან ერთის ზრდა იწვევს მეორის შემცირებას. წლების განმავლობაში კომპენსაციის სპეციალისტებისათვის აშკარა იყო შემდეგი ფაქტი: თუ ანაზღაურება ან სხვა გარე ჯილდოები ეფექტური მოტივაციები იქნებოდა, მაშინ ის პიროვნების მიერ სამუშაოს შესრულებით უნდა ყოფილიყო განპირობებული. ამ შემთხვევაში შემეცნებითი შეფასების თეორეტიკოსები განაცხადებდნენ, რომ შინაგან კმაყოფილებას ეს მხოლოდ შეამცირებდა. ასევე შეიძლება აღვნიშნოთ, რომ სიტყვიერ ან ხელშესახებ ჯილდოებს ადამიანის შინაგან მოტივაციაზე რეალურად სხვადასხვა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს. სიტყვიერი ჯილდო ზრდის შინაგან მოტივაციას მაშინ, როდესაც ხელშესახები ჯილდოები ამცირებენ მას. შემდეგი თეორია, რომელიც შეიძლება აი ამის შემდეგ განვიხილოთ, ეს არის მიზნის დასახვის თეორია. მიზნის დასახვის თეორია სწავლობს თუ რა გავლენას ახდენს სამუშაოს შესრულებაზე მიზნის კონკრეტულობა, გამოწვევა და უკუკავშირი. საერთოდ კონკრეტული მიზნები უფრო კარგ შედეგს გამოიღებს, ვიდრე განზოგადებული მიზნები. ჩვეულებრივ, რაც უფრო რთულია მიზანი, მით მაღალია სამუშაოს შესრულების დონე, ვინაიდან რთული მიზნები ჩვენ ყურადღებას მიმართავს თვით ამ ამოცანისაკენ და ხელს უშლის ჩვენი ყურადღების გაფანტვას. რთული მიზნები ენერგიით გვავსებს, რადგან მის მისაღწევად უფრო მეტი შრომა გვიხდება. როცა მიზნები რთულია, ადამიანები დაჟინებით ცდილობენ მის მიღწევას. რთული ამოცანები იმ სტრატეგიებს გვაპოვნინებს, რომლებიც სამუშაოს ან ამოცანას უფრო ეფექტიან შესრულებაში დაგვეხმარება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უკუკავშირს მიზნის დასახვის თეორიაში. განსაკუთრებით თვითწარმოქმნად უკუკავშირს ექცევა ძალიან დიდი ყურადღება. მონაწილეობითი და
ანუ მონაწილეობით დასახული მიზნები სამუშაო შესრულების დონეს ზრდის, მაგრამ ხანდახან ადამიანები უკეთესად ასრულებენ სამუშაოს, როცა მათ მიზნებს ხელმძღვანელები usახავენ და არა მაშინ, როდესაც ამ მიზნებს დაუშვათ თვითონ ეძებენ და თვითონ ისახავენ. მიზნის დასახვაში მონაწილეობის მთავარი უპირატესობა შეიძლება მიზნის მიღებისთანავე და ან მიზნის მიღებადობის, აი რაც უფრო მეტად ღებულობ მიზანს, აი მის ზრდა იყოს და აი ამ ზრდაში მდგომარეობდეს. რომელიც აი ამ მიზნის დასახვა ადამიანის სიამოვნებას უფრო ზრდით და აი შესასრულებელი სამუშაოს მას სასიამოვნოდ უხდის. თუ მიზნის დასახვა მონაწილეობით არ ხდება, მიზნის დანიშნულება და მნიშვნელობა უნდა ახსნას ადამიანებმა, ვინც მიზანს სხვას უსახავს. აი ამ შეიძლება კიდევ ერთი ვთქვათ, რომ მიზანსა და სამუშაოს შესრულებას შორის ურთიერთობაზე, მიზნის ერთგულებაზე, ამოცანის ნიშან-თვისებებსა და ეროვნულ კულტურაზე გავლენას უკავშირთან ერთად ახდენს სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ერთ-ერთი მათგანი არის მიზნის ერთგულება. საერთოდ მიზნის დასახვის თეორია აყენებს ვარაუდს, რომ ინდივიდი მიზნის ერთგულია. ადამიანი მიზნისადმი მაშინ არის უფრო ერთგული, როცა მიზნები არის საჯარო. როდესაც ადამიანს შინაგანი კონტროლის ლოკუსი გააჩნია, იგი მიზნებს თავად უსახავს ამ შემთხვევაში საკუთარ თავს და არა სხვა ვინმე usახავს მას ამ მიზანს. შემდეგი ფაქტორი ეს არის ამოცანის ნიშან-თვისებები. გამოკვლევები გვიჩვენებს საერთოდ, რომ მიზნის დასახვის თეორია ყველა ამოცანას ერთნაირად არ მიესადაგება. მიზნები უფრო მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამუშაო შესრულებაზე, როცა ამოცანები მარტივია და არა უფრო რთული. კარგად ნაცნობია და არა უცხო და უცნობი. დამოუკიდებელია ზოგადად და რა ურთიერთდამოკიდებული. მესამე ფაქტორად ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ ეროვნული კულტურა. და აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიზნის დასახვის თეორია ჩაკეტილია კულტურაში. რაც ნიშნავს მისი კულტურაში ჩაკეტილობა. ის რაც მისაღებია ერთი ქვეყნისთვის არ არის მისაღები, აი ამ საკითხთან მიმართებაში, ანუ მიზნის დასახვასთან მიმართებაში არ არის მისაღები მეორე ქვეყნისათვის. მიზნის დასახვის თეორია ძირითადად მიღებულია ისეთ ქვეყნებში, როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, რამდენადაც მისი ძირითადი კომპონენტები საკმაოდ კარგად ეწყობა ჩრდილოეთ ამერიკის კულტურას. აქ გულისხმობთ იმას, რომ დაქირავებულები დამოუკიდებლები არიან და რომ მენეჯერები და დაქირავებულები რთული მიზნებისაკენ ისწრაფვიან. სამუშაოს შესრულება ორივე მხარისათვის მეტად მნიშვნელოვანია. ამრიგად, მოსალოდნელი არ არის, რომ მიზნის დასახვა ყოველთვის მიგვიყვანს სამუშაოს შესრულების მაღალ დონემდე, ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის დაუშვათ სრულიად განსხვავებული ამ საკითხისადმი დამოკიდებულების მქონე ქვეყნები, მაგალითად პორტუგალია და ჩილე. ამ ქვეყნებში შტატებისა და ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადასთან მიმართებაში თუ განვიხილავთ, მიზნის დასახვის თეორიისადმი აბსოლუტურად საპირისპირო მდგომარეობა არსებობს. შემდეგი თეორია, რომელსაც შეიძლება გავამახვილოთ ყურადღება, ეს არის მიზნობრივი მენეჯმენტი. მიზნობრივი მენეჯმენტი ყურადღებას ამახვილებს დასახულ მიზნებზე, რომლებიც ხელშესახები, კონტროლირებადი და გაზომვადია. იგი ორგანიზაციის განყოფილებებისა და ინდივიდუალური წევრებისათვის ამ ორგანიზაციის ზოგადი მიზნების უფრო კონკრეტულ მიზნებად გადაქმნაზეა კონცენტრირებული.
მიზნობრივი მენეჯმენტის შედეგი არის მიზნების იერარქია, რაც ერთი დონის მიზნებს მომდევნო დონის მიზნებთან აკავშირებს. სარგეულ დაქირავებულებს მიზნობრივი მენეჯმენტი ინდივიდუალურ სამუშაო ამოცანებს წარმოუდგენს. და აი ეს მიზნობრივი მენეჯმენტის პროგრამები შეიძლება განვიხილოთ როგორც 4 ნაწილის ერთობლიობა. ესენია მიზნის კონკრეტულობა, გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა, განსაზღვრული დროის მონაკვეთი, როცა ეს სამუშაოები მიმდინარეობს და სამუშაოს შესრულებასთან უკავშირი. უნდა აღინიშნოს, რომ მიზნობრივ მენეჯმენტსა და მიზნის დასახვის თეორიას შორის ერთადერთი შეუთავსებლობა მონაწილეობის საკითხებთან არის დაკავშირებული. მიზნობრივი მენეჯმენტი მტკიცედ უჭერს მხარს მონაწილეობას, მიზნის დასახვის თეორია კი აჩვენებს, რომ მენეჯერების მიერ დასახული ამოცანები ჩვეულებრივ ასევე ეფექტურია. შევისვენოთ და შემდეგ გავაგრძელოთ უკვე თვითეფექტურობის თეორიაზე საუბარი.